მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. ალბათ გამოიცანით, რომ არის პარასკევი, თან ჭრელი, ბედნიერი სიხარულით სავსე პარასკევი და მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი. მე ვგიჟდები ნიჭიერ ადამიანებზე, რა ვქნა, ეს ჩემი სუსტი მხარეა, ალექსანდრე ზაზარაშვილი. მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. ალექსანდრე, მოდი დავიწყოთ თავიდან, იცი რა, რა მინდა შესავალს გავაკეთებ, ძალიან ხმაურით შემოხვედი შენ ქართველი საქართველოში. და გარედან ჩანდა, რომ ეს ბედნიერი ბავშვი ასეთი ნიჭით დაჯილდოვებული და სასწაული. აი, რა იყო თავბრუდამხვევი ეს პოპულარობა, აი გცნობდნენ და აი რა იყო, მომიყევი. როგორ რაღაც იყო, იცით, 3 წლიდან დავიწყე სიმღერა, 3 წლიდან უკვე აი რაღაც ჩანერგილი ოცნებები მქონდა, აი ყოველთვის ვხედავდი, აი სად მინდოდა ვყოფი მიყავი და რა უნდა გამეკეთებინა და რამხელა შრომა უნდა ჩამედო, იმასაც ვხედავდი და გაანალიზებული მქონდა, მაგრამ იმდენად 3 წლიდან უკვე ამ საქმეში ხარ ესე ჩართული, ესე აქტიურად 9 წლიდან უკვე სატელევიზიო პროექტებში იღებ მონაწილეობას, უკვე გამოცდილება გაქვს და ასე რომ ვთქვათ, მიჩვეული ხარ ამ ყველაფერს და უკრაინაში როცა წავედი და რო ჩავედი, აი შეიძლება ცოტა ისე ჟღერდეს, მაგრამ დიდათ ანუ დიდი იმედებით არ წავსვარ, უბრალოდ წავედი, რომ იცი რა, მე უნდა ვცადო, მე უნდა გავაკეთო, როგორც იქნება, ისე იქნება, იმიტომ რომ თავიდან ეხა პატარა რო ხარ, აი გგონია რომ მე იქ მივალ და დავამარცხებ ყველაფერს, ანუ ყველაფერს გადავწავ და ყველაფერს გადავწავ და რაღაცა ჩემსაც მივაღწევ და გავიმარჯვებ და ესეთი ის მქონდა და ეხა თავიდან რო შემხვდა ბევრი ასე რომ ვთქვათ ესეთი მომენტები, რასაც არ ველოდი და მით უმეტეს ასეთ ასაკში და არ ხარ დიდად მომზადებული და ვერც იქნები ხა პატარა რო ხარ უყურებ რაღაცა ისეთი თვალით ვარდისფერი სათონებით ასე რომ ვთქვათ ამ ყველაფერს და მე უკვე როდესაც შევეჭიდე ამ ყველაფერს გავაანალიზე ის რომ ანუ ჩემი თავისთვისაც რომ დიდი ტკივილი არ მიმეყენებინა და აი რაღაცა იმედგაცრუებები არ მქონოდა ისეთი რომ აი შევეჩერებინე მოსამომავლოდ წავედი ისეთი განცდით რომ აი იცი რა მე ჩემს მაქსიმუმს დავდებ აი ბოლომდე დავიხარჯები მაგრამ აი ეს გამარჯვება იქნება თუ რა იქნება ეს არ იქნება ჩემთვის მთავარი და აი უფრო სხვა ისეთ ჩემი თავის მაქსიმუმის ჩვენებაზე ვიყავი უფრო გადასული და აი მახსოვს რომ ჩავედით რა მომაჩემს ისეთი რეაქცია ჰქონდა რომ დაინახა იქ ისეთი მანქანებით იყვნენ კონკურსანტები მოსულნები და ეხლა მე ვარ დაბადებული პატარა ქვეყნის პატარა სოფელში რა და დიდი ოცნებებით რა ასე რომ ვთქვათ და როცა ჩავედით ასეთ სიტუაცია რომ დაინახა მომაჩემი ეხლა მეუბნება ხომ ეხლა მაშინ არ მითხრა თქონდა როგორ დავწყდომოდა და რაღაც მაგრამ ესე მითხრა რომ ასეთი მანქანები და ისინი რომ დავინახე მეთქი აქ რა გვინდა წავედით ჩავალაგეთ ჩვენი ბარგი და ასეთი მომენტიც იყო, მაგრამ როცა დავდე ჩემი აი ეს მაქსიმუმი, რასაც ქვია და უკვე გამოვიდა გადაცემა, აი მახსოვს პირველი დღე სკოლაში ვიყავი, გამოვიდა გადაცემა და რაღაც ტელეფონს ხსნი და შემხვდა ჩემი ნათესავის გაზიარებული ჩემი სიმღერა. ჩამოვედი კიდე მეორე ადამიანი, მესამე ადამიანი. ეხლა უკვე ვიღაცა ცნობილი ადამიანმა გააზიარა, აი ჩემი საყო ისეთი ადამიანები, რომელსაც რა ვიცი, აი ვაბოდებდი და აზიარებენ ჩემ ვიდეოებს, ტელევიზია ჩემზე წერს და მეთქი რა ხდება, ანუ უცბად აი რაღაცა წამებში შეიცვალა ჩემი რეალობა, ასე რომ ვთქვათ და აი როდესაც უკვე ქუჩაში გავდიოდი ხალხი მცნობს და ეს იყო აი პატარა 3 წლის ალექსანდრეს რაც უნდა და ეს მოყოლებული ამ იმიდან და როგორც კი უკვე ეს გაანალიზა რომ აი ცოტა სხვა გეზი უნდა აიღო რომ ყველაფერი მისულიყო ეს ზუსტად მაგ მომენტში მიაღწია იმას რასაც უფრო პატარაობაში უნდა და აი არ ვიცი ძალიან ისეთი მომენტი იყო რომ უცბად შემოვარდა ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. იცი რა მაინტერესებს, ნახე ძალიან ბევრი ბავშვი რომელსაც ოცნებები აქვს, ყველა ოცნებობს თითქმის. რა მინდა გკითხო, ცოტა ღრმა კითხვას დაგისვავ ახლა. აი ხო არის ადამიანი ქუთბედიანი. შეიძლება კარგად მღეროდი, შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყავი, ძველ პერიოდს გეუბნები. ესე არის ბევრი, დამერწმუნე. არის ბევრი და შეიძლება ისეთებიც არიან, აი მე მithქვამს, რომ შეიძლება მე მჯობნის ვიღაცა, მაგრამ არ უმართლებს. აბა თუ გიფიქრია იმაზე, რატომ გაგიმართლა? აი რა იყო ეს?
ძალიან ხშირად მიფიქრი ამ ყველაფერზე და სინამდვილეად გითხრათ, აი ძალიან ღრმა არის და დღემდე ვცდილობ ამ ყველაფერზე სწორი პასუხის პოვნა და ჩემი აზრით, ჩემი ცხოვრების ბოლომდე ალბათ მაგ პასუხს შევეცდები, რომ ვიპოვო და არ ვიცი მივაგნებ თუ არა, იმიტომ რომ ესეთი რაღაც არის, რომ აი მაქვს ისეთ ვიდეოებს ნაყურები, რა აი დაჯილდოებებზე რომ გამოდიან და აი ამბობენ, რომ რატო არის რომ მე მაქვს და არ აქვს სხვას, როცა ვიცი რომ ჩემნაირად არის და მეც ძალიან ხშირად მიფიქრი ამ ყველაფერზე და ნამდვილად არ ვიცი რა არის, მაგრამ აი მე რასაც ვეძახი ხოლმე ესეთი სახელი შევარქვი, ვეძახი X ფაქტორი. აი რაღაცა გაურკვეველი ფაქტორი არის ჩემი აზრით, რომელთაც იბადები და აი შინაგანი რწმენა არის ჩემი აზრით და ეს თავდაჯერებულობა რომ აი სულ რომ არაფერი არ ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, აი ვიცი რომ 10 წელი რომ გავჩერდე. 10 წელი რომ აი საერთოდ არაფერი გამოძრავდეს, აი ის რწმენა ჩემში არ მოკვდება რომ აი იმ რაღაცამდე არ მოვიდა. ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი ძალიან ისეთი ღრმა რაღაც არის და აი ყველაზე მეტად ამ X ფაქტორს ვარქმევ, იმიტომ რომ დღემდე არ მაქვს ახსნილი რა შეიძლება იყოს, მაგრამ აი ესე უფრო ლოგიკურ და ეს უყურებ უფრო აი საერთო აი შემაჯამებულად რომ შევხედო ამ ყველაფერს, მაგრამ აი ლოგიკურად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რაც იყო მე პირადად რაც დამეხმარა არის ის რომ აი მაგალითად ბებია ჩემი ვალებს იღებდა ხოლმე რომ აი წავიყვანე პროექტებში რომ აი ჩავიყვანე გზის ფულსაც კი ესხულობდა ხოლმე იმდენად იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა ჩემი მშობლების და ჩემი ოჯახის სჯეროდათ მათ ჩემი და აი ყველანაირი რესურსი რაც ქონდათ და რაც არ ქონდათ ამას იყენებდნენ რომ ჩემს წინსვლაში დამხმარებოდნენ. ეს იყო აი პატარაობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი. ასევე აი რაღაცა გრძნობ რომ აი დავატარებ ძალიან დიდ ეკლესიურ მადლს. აი დავდიოდი ხოლმე მე ეკლესიაში საქართველოში რო ვიყავ მონასტერში ვჩებოდი ხოლმე თვეებით მივდიოდი ხოლმე მონასტერში და იქ თქმის მომავების გაზრდილი ვარ და აი ამ სიძლიერეს ყოველთვის გრძნობ ხოლმე და აი მახსოვს პირველ კონკურსზე სადაც გავიმარჯვე აი ხატის პირისპირნოვიდე იქი და რო ველაპარაკებოდი რომ აი ვიცი რომ მე ეს რაღაც მელოდება და აი დამეხვარი და მომეციძალა რომ აი ეს ყველაფერი შევძლო და აი ვფიქრობ რომ ძალიან დიდი ღმერთის ძალიან დიდი წვენა მაქვს როგორ რაღაცას ვამბობ ხოლმე იცი ვიცი რომ ყველაზე დიდი სისულელე რომ გავაკეთო აი რომ გავიდე და მანქანას რომ გადავუყდე ვიცი არაფერი არ დამემართება აი იმიტომ რომ ჩემი მისია არა მაგას არ გავაკეთე მაგრამ აი ძალიან დიდი წვენა ნახე ეხლა ერთ რამეს გეტყვი რატომ გეკითხები ამას სულ მაწვალებს კი არა პასუხი მინდა მივიღო ამ კითხვას რო უსვავ ადამიანებს რომელსაც გაუმართლა გონია რომ ჩემ თავზე ვეკითხები ხოლმე და რა ხდება იცი ჩემზე მაგრები სიმპათიურები განათლებულები ჭკვიანები ოჯახიშვილი ყველაფერი ჩემზე მაგრები მე მაინც მე ვარ მაინც მე მივდივარ წინ და იცი რატო ვკითხულობ ნახე მე ოცნება კი არა აი როგორ მქონია იცი პატარა რო ვიყავი შენ პატარა რო იყავი ისე ლაპარაკობდი სხლავდი მე ვერ ვლაპარაკობდი აი მერიდებოდა მცხვენო და რაღაცა ერთხელ მახსოვს აი წვიმაში მოვდიოდი და აი ვტიროდი და მე ჩარლი ჩაპლინის ის წავიკითხე და იქ წერია რომ ძალიან საინტერესოა აქ თუ გინდაო რომ ცრემლი არავის შეგამჩიოს წვიმაში უნდა იტირო ეს მოგვიანებით წავიკითხე მე იცი რა მომენტი მქონდა და მეც გამიმართლა ოღონ მე ვიცი სად გამიმართლა ეხლა რო თქვი რომ ბებია ფულს ესხულობდაო რომელიმე მონაკვეთში იტანჯებოდი აი რო არ ქონდათ აი რო არ აი ტანჯვა თუ ახლდა შენს ამ წარმატებას განსაკუთრებით დასაწყისში იმიტომ რომ იმის დამოუხედავად რომ ბავშვი ვიყავი ანუ იმდენი მაინც მესმოდა რომ ანუ გამეანალიზებინა ოჯახური სიტუაცია ამ ყველაფრის და რამდენ რაღაცას იკლებდა ჩემი ოჯახი რომ აი მე თუნდაც ის რაღაც ნაბიჯი გადამედგა და ძალიან ნერვულობდი ხოლმე ამ მომენტზე მერე უკვე აი თუნდაც მე უფრო გავიზარდე აი გადამიხედი ამ ყველაფერზე და აი რო ვფიქრობ რომ რამდენი რაღაც გააკეთეს ჩემთვის და აი რა უნდა გავაკეთო ეს მე ცხოვრებაში რომ აი ეს ამაგი ეს სიკეთე რომ გადავიხადო და აი ძალიან დიდი
რაღაც მომენტში აი ძალიან დიდი პასუხის აი მაგალითად კონკურსებზე ახლა რო გავდივარ ან რაღაცას რო ვაკეთებ უკვე ვერ ვარ ისე რომ იცი რა აი თუ გამო თუ არ გამო არა მე ჩემზე ხალხი არის დამოკიდებული მე ჩემი ოჯახის სიხარული არის ჩემზე დამოკიდებული აი მაგ მხრივ იმდენად ჩართულები არიან და იმდენად ხარს მიჭერენ ყველანაირ ჩემს ნაბიჯზე და აი ეს ის არის რომ აი ეს თუნდაც არ მინდა გამომიდეს, მაგრამ ეს ტვირთი, აი დღემდეც არის, მაგრამ განსაკუთრებით ეს ყველაფერი რაც გამიგეთეს, აი ამის დაფასება და ამის არ ვიცი, აი მადლობის გადახდა ცხოვრების ბოლომდე დამჭირდება და გასაკეთებია. ეხლა რას ამბობენ? ნუ გაუმართლე. ნუ ფაქტია რომ გაუმართლე. ჯერ კიდე წინ არის ჩემთვის ყველაფერი. წინ არის. აი მაგის ისიც არ მაქვს, რომ აი ხო ვიცი, მეუბნევიან მეგობრებიც მყავს და აი მეუბნევიან ხოლმე რომ აი რამდენ რაღაცას მიაღწია ესეთ ასაკში რაღაც და აი ეგ არ მაქვს მე გაანალიზებული და ვფიქრობ არც უნდა გავაანალიზო, იმიტომ რომ მე რო აი გავაანალიზო ხარ რა ესე უყურებ რა არის, იმიტომ რომ იმ ხელოსნები მაქვს და იმდენ რაღაცას შესაძლებელია რომ გააკეთო ადამიანმა, რატომ უნდა ვიყო დავკმაყოფილდე უკრაინის ვოისის გამარჯვებული რომ ვარ 2019 წელს მაგალითად რომ ხო, არ უნდა დაკმაყოფილდე. რა თქმა უნდა და ჩემები აი რა ვიცი ხა მათ იმაში გავამართლე თვალში და აი რაც როგორც გვერდში დამიდგნენ ყველანაირად ვცდილობ რომ გავახარო და გავაბედნიერო ჩემი წარმატებები. მოდი ეხლა მომიყევი პერიოდი როცა აი რა ქვია იმას თინეიჯერის გარდატეხის ასაკი და ხმას რაღაც ემართება მაგ დროს. რას ფიქრობდი? აი ხო შეიძლებოდა ეხლა რახან უკან არის უკვე შეიძლება ლაპარაკი რომ აი აღარ ქონოდა ის ხმა ის რობერტინო რომელსაც სასწაული ხმა ქონდა მე უკვე ვეღარ გააგრძელა ამ გარდატეხისა შენ რა ქენი აი იყო ჩემთვის ტრამული ინფორმაცია რაც მქონდა იმიტომ რომ აი როცა მღეროდი ხოლმე და ამ ხელნოტებს რო ვიღებდით ამ ბიჭი მოდიოდნენ ხოლმე და აი მეუბნეოდნენ რომ აი გავფრთხილდი და ამ ისტორიას მიყვებოდნენ ხოლმე და რაღაც ჩაბეჭდილი მქონდა twin-ში და ისეთ მომენტში დაემთხვა, აი ყველაზე ცუდ მომენტში დაემთხვა ჩემი გარდატეხის ასაკის აი ეს დაწყება, იმიტომ რომ ამერიკაში ვიყავი, მამაჩემთან ერთად მხოლოდ კოვიდის პერიოდი იყო, უკან ვერ ბრუნდებოდით და აი ოჯახის გარეშე ხა მამაჩემთან ერთად კი ვიყავი, მაგრამ მე მხოლოდ ოჯახი მყავს, რომ ჩემთვის ეგ ოჯახის გარეშე ყოფნა არის და ამ მომენტში დაემთხვა ზუსტად ეს გარდატეხის ასაკი, აი როგორ რაღაც იყო, იცით, ძალიან სწრაფად მოხდა, აი ძალიან სწრაფად მოხდა, რომელიღაც კონკურსზე ვიყავი და მღეროდი და ხმა გაქრა უცბად, ანუ ვცდილობ რომ ნოტი ავიღო და არაფერი არ ამოდის შინაგანად. არაფერი, უბრალოდ ესე გავიდა ეს მომენტი. არ ინერვიულე? თუ არ ამის მერე დაიწყო პანიკა. ნუ დამომშვიდეს რაღაცა ამიხსნეს, რომ ეს ბიოლოგიური თემა არის გარდაუვალი, ვერაფერს ვერ გააკეთებ, დავიწყე ამ სიმღერების ჩამოწევა, რასაც მღეროდი. ჯერ 2.5 ტონით, მერე 4.5 ტონით, მერე 6-ით. მერე უკვე საერთოდ ვეღარ მღეროდი იმ სიმღერებს, იმიტომ რომ ის ასე რომ ვთქვათ, ის სიძლიერე რაც იყო უკვე ეკარგებოდა და რეპერტუარში ყველა სიმღერა ისეთი იყო, რომ რაღაცა სელინ დიონის სიმღერები და პიანოს ბოლო ნოტებს ვურახუნებდი, ასე რომ ვთქვათ და უკვე ეს ყველაფერი აღარ გამოდიოდა და უკვე ჩავარდი ძალიან დიდ პანიკაში, ძალიან დიდ სტრესში, აი ვუყურებდი ხელიდან როგორ მეცლებოდა ყველაფერი. ადამიანები 90% მაინც გაქრა, აი ვინც გაქრა ხო? ოხ, ეს ადამიანის თვისებები რა მაგარია, ღმერთო. ეს ადამიანები რომლებიც აი როგორ იყვნენ ჩემთან იცით, რომ აი ერთად რომ უნდა დაგვეპყრო სამყარო და აი ესეთი ენერგიით და ასეთი გეგმებით, აი ჩამომეცალა ეს ხალხი, აღმოჩნდი მარტო, აღმოჩნდი ისეთ ადამიანებში, რომლებიც აი ნოლი დაფასება ქონდათ, ჩემი არ მიცნობდნენ, აი ესეთ იმაში ვიყავი. თუნდაც აი მომიწია ამერიკაში ისეთ პერიოდის გადატანა, რომ სადაც სრულიად უცხო ქალის სახლში ვცხოვრობდი და ძალიან აი დისკომფორტს მიქმნიდა ყველანაირად, ძალიან ესეთი მომენტებიც მქონდა ხოლმე, რომ აი იყო ერთხელ მომენტი, რომ რაღაც არ მოეწონა სახლში არ შემიშვა და ესეთი ისინი მქონია ბევრი და ზუსტად ამ მომენტში გავდიოდი, ყველა ლაპარაკობდა, რომ ხმას დაკარგავს, ხმა ფაქტიურად დაკარგული აქვს, უკვე მაგას ამბობდნენ და რაც მაგიჟებდა იყო, რომ რეალობა იყო ეს ყველაფერი, ვეღარ მღეროდი. მომისმინე, გული მისკდება. ეხლა იცი რა მითხარი? აი ის ხალხი, რომელიც მაშინ დაიკარგა.
შემოუშვი ისე? არასდროს, იმიტომ რომ ამ ყველაფერმა დამანახა მათი რეალური სახე და რას ამბობდნენ? როგორ რაღაც იყო, იცი, საშინება კიდე ის არის, რომ ბოლომდე რო არ აღიარები, მაგრამ ფაქტი რომ ჯიუტი არის რა, ადამიანი გვპირდება, რომ იცი რა, ჩვენ სამყაროს დავიპყრობთ ერთად და გავა უკვე შემოგხედავს და დაინახავს რა სიტუაცია არის და გაქრება, ანუ არც კონტაქტზე არ გამოდის, აი არანაირი, ყველანაირად რო ქრება ყველაფერს რო ურეკავდი, გინდოდა რომ თავიდან ვცდილობდი, იმიტომ რომ მე ის ადამიანები ჩემი მეგობრები მეგონენ, ჩემი ახლობლები მეგონენ, ჩემი მხარდაჭერები მეგონენ და აი როგორც კი ხმამ დაიწყო შეცვლა, გეგმებმაც დაიწყეს შეცვლა ამასთან ერთად, აი რაღაც პროექტები მალე დაბრუნდა? ხმა 3 წელი მაინც გააგრძელა 3 წელი და 3 წელი ასეთ სიტუაციაში ვიყავი, მაგრამ როგორი რაღაც იყო, იცით, როგორც კი ეს ხალხი შემომეცალნენ და როცა დავჩიმარტო, ეს აი ამ მაგ მომენტში ჩამერთო, აი თვითგადარჩენის მომენტი. და აი სრულიად გავიყინე, აი რომ ყველამ მოიცოდა რომ უთბილესი ალექსანდრე და ყველას რო ვეხუტებოდი, ყველასთან რო კარგი ურთიერთობა მქონდა, აი ყველას რო სითბოს ჩუქნიდი, აი ეს ალექსანდრე დაიკარგა. აი ვისთან უნდა მე უკვე დაიწყო ჩემს ლაპარაკი, რომ ბოშ თავში აქავანი რაღაცები, სამდეში მე გავდიოდი, აი შინაგანად ძალიან ჩავიკეტე, ვეღარავის ვეღარ ვენდობოდი, აი იმას ვაღადებდი რაღაცა ჩემ ტვინში, რომ აი არავის აღარ უნდა ენდო, იმიტომ რომ ყველა ვინც კი ვიცოდი და ვისი მეცეც ვიყავი, ასე რომ ვთქვათ, გაქრნენ და აი მიმატოვეს რა. მით უმეტეს ისეთ ასაკში, ახლა 12-13 წლის ბავშვი რო მიგატოვეს. ძალიან არა, მომისმინე ახლა, მოდი ერთ რაღაცას გეტყვი. მე დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული და გეტყვი ძალიან საინტერესო რაღაცას. 1-2 თუ შეიძლება ბევრჯერ არ მახსოვს. დაახლოებით რაღაცა მქონია, ოღონდ აი კონკრეტულ რაღაცაზე. ეხლა ეგეთი რამე ხმა ჩემ ხმას დაიკარგებოდა თუ მნიშვნელობა არ ქონდა. და მე ეს ადამიანები მე რატომ მოუშვი? იმიტომ რომ ამ ადამიანებს რო ჩემთვის ის ცუდი არ გაეკეთებინა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. ამიტომ მე მათ ვაპატიე ის ცუდი, რაც მე მათ გამიკეთეს ჩემთვის კარგი. არის ხოლმე, აი მაგალითად ერთხელ მახსოვს მუხიანში ვცხოვრობდი, მივდიოდი ავტობუსში ვიჩექი და აი ესე მქონდა თავი მიდებული მინაზე და ეს მაშინ ძალიან ბევრი ორმოები იყო და თავს აი ესე ურტყავდა თავი. და მე მივხვდი, რომ ეს საქმე რო გამომსვლოდა, მე 6 თვის შემდეგ რაც გამომივიდა, ის არ გამოვიდოდა. ამიტომ აქაც რა თქმა უნდა ღმერთის ხელი ურევია, რომ აი ამ ხელა, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდა. დაბრუნდა და დაიწყე. რა თქმა უნდა, კიდე იმედი მოგეცა, ხო? რა თქმა უნდა. და მაშინ უბრალოდ იმას აღნიშნა, რომ განა მე იმიტომ, ანუ ადამიანები ვართ ყველა და მიტევება არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რაღაც. ანუ ის არ მიგულისხმება, რომ არ მიმიტევებიან ადამიანებს. დღემდე რო ქუჩაში შემხდნენ, აი უთმილესად მივესალმები და მადლობელი ვარ, აი თუნდაც იმ მომენტის სანამ ჩამოშორდებოდნენ, ხო ესე ხო ვერ გადახაზა ვერაფერს, არა. არის რომ ბევრ ადამიანს სიკეთე აქ გაკეთებენ, ხა იქ თუ რაღაც სხვა ხედვები იყო და ეს, ანუ ხო იყო არა რაღაც და ამიტომ ეს არის, მაგრამ როდესაც ხედავ უკვე რომ ხელი უნდათ რომ შეგიშალონ და აი ხელი შეშალონ და ეს უკვე მაშინ ვეღარ ფიზიკურად აღარ უნდა დააკეთო. მე პირობას გაძლევ უკვე რომ აი მას მიაღწევ რა ჩვენ გინდა. აი ახლა მე ვიძახი ხოლმე, ვამბობ ხოლმე. მოდით შემიშალეთ ხელი. შემიშალეთ ხელი რამდენიც გინდათ. მე ვეღარ შეგიშლიან ხელს. რა მაინტერესებს იცი? რეპერტუარი. ვერ დავიჯერებ თქვა ამას არ გეტყვი, იმიტომ რომ ბევრი გზა გავიარე და ვნახე. იცი რა მაინტერესებს? რა უნდა იმღერო? აი რეპერტუარი რა უნდა შეარჩიო? ამას ვინმე გასწავლის, გირჩევს თუ ინტუიციით ხვდები და გრძნობ რა არის შენთვის ერთია რა გინდა, მაგრამ შენთვის რა არის სამომავლოდ კარგი? საერთოდ რომ ვთქვა, აი ნებისმიერ ვარიანტში, როდესაც რეპერტუარს არჩევ, ესეთი ის არის, რომ აი
აი ადამიანს რომ დაინახავ და რა ხდება რომ შენი ადამიანი არის, აი იგივე რაღაცა შინაგანი რაღაც კარნახავს, მაგრამ აი ხშირად ყოფილა რომ მაგალითად საერთოდ არ მომწონებია სიმღერა, აი რომ მოусმენ საერთოდ არ მომწონებია და მე უბრალოდ სიმღერა მიცდია, აი შენი კომფორტის ზონიდან რომ გამოდიხარ და რაღაცას რომ მცდი და აი ძალიან ისეთი კავშირი მიპოვია იმ სიმღერებთან და აი ჩემი აზრით უფრო მიქსი არის რა ამ ყველაფრის ისიც არის, მაგრამ აი ყველაზე მეტად რა სიმღერებშიც გამიმართლა ეს არის აი სიმღერები რაზეც აი უბრალოდ იცი რა ვცადე ვიმღერე და იგივე რომ იცი რომ შენია და რომ შეგიძლია რომ შენად გარდაქმ. აი ეს სიმღერები არის აი რეპერტუარზე, მაგრამ როდესაც უკვე ხმის შეცვლა დამეწყო მე აი ამ პერიოდში თავიდან ყოველთვის ვადევნებდი ხოლმე თვალს შერონ პორტერს ვოკალის მასწავლებელი ვინც არის რომ აი ყოველთვის უყურებდი ხოლმე მის ვიდეოებს, თუნდაც ვოიში რო გავდიოდი და აი ბავშვობიდან თვალს ვადევნებდი და მერე უკვე როდესაც აი ეს მდენი ხალხი აი გაქრა ჩემს გარშემო და ეს ყველაფერი მესიჯი გავგზავნე უბრალოდ ინსტაგრამზე რომ მეთქი ძალიან დიდი ფანი ვარ შენი და აი ჩემი ოცნება იყო ყოველთვის რომ თქვენთან ერთი გაკვეთილი მაინც მქონოდა და მეორე დილით გავიგუძე ხა მილიონობით გამომწერი ყავს 30 მილიონი გამომწერი ყავს და მეორე დილით მე მხვდება პასუხი რომ გამარჯობა ალექსანდრე მე შენი ვიდეო მაქვს ვოისის ნანახი და დიდი ფანი ვარ შენი და მინდა რომ შენ შეგხვდე ზედა რა მაგარია. ხო და ესე იგი გახარებული ვარ თავიდან და მე შემიპყრო უკვე ისევ პანიკა, იმიტომ რომ ხმა შეცვლილი მაქვს, ეს ალექსანდრე არ არის, აღარ ვარ ვინც მას გონია და უთხარი რომ აი გამოგიგზავნით მეთქი ჩემ ვიდეოს და მითხარით რომ თუ მოხერხდება ჩვენი ასე ვთქვათ კოლაბორაცია და იმიტომ რომ შემეცვალა მეთქი ხმა და კარგი გამომიგზავნე ვიდეო რა, უბრალოდ ეგ მოწერა გამომიგზავნე ვიდეო, ნუ აღარაფერი ისეთი არ იყო და რომ გაუგზავნე ვიდეო, ველოდები უკვე რაღაცას რო იცი რა, აბა მოვიცადოთ რომ ცოტა დაგიელაგდეს ხმა და მერე და წერს რომ მომავალ კვირას ავიღე უკვე ბილეთები ნიუ-იორკში მოვფრინაო და მეორე და არ გაბედო და არ თქვა რომ ხმა შეგეცვალო, თქვიო რომ ხმა გაგიუმჯობესდაო და აი რო ჩამოვიდა შერონი იყო ჩემი ყველაზე დიდი აი ყველამ რომ დამკარგა და ეს მომენტი რომ გავიარე აი მარტო როცა ვიყავი მე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე მეტად ვის ნათქვამსაც დავიჯერებდი რომ მე შემიძლია იყო აი ეგ ადამიანი და ზუსტად ის ადამიანი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და დამაჯერა რომ მე ეს შემიძლია და აი ყველა მომენტზე რაღაც აი წინ გადადგმულ ნაბიჯზე უმაგას მე ალექსანდრე ნეტა იმის ნახევარი გეჯერო საკუთარი თავის როგორც მე შენი მჯერავსო და ის იყო ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაცია და мотивация ვინც დამოუკიდებლად ეხლა თუ გაკურთიერთობა კი დღემდე აი ყოველთვის აი ყველანაირ დღესასწაულს ერთად ხვდებით ანის ჩამოდის ნიუ-იორკში ან მივყავარ ჩიკაგოში ან ლოს-ანჯელესში აი ყველანაირ დღესასწაულს ერთად ხვდებით ხოლმე და აბადების დღე რაც არის ყველაფერს და აი როგორ მაცნობს ხალხთან ერთად რომ ვართან ფანები რომ მოდიან და თან შეროლ ისეთი ცნობილია სუ პაპარაცები დაძდევენ აი ფილმებში რო არის ზუსტად ეგეთ სიტუაციაში ვარ ხოლმე ყოველთვის და მე რომ მოდის და რომ გაეცნობა ყველასე უნდა ჩემი შვილია და არანაირ ახსნას არ აძლევს რომ როგორი შვილია რანთან მისი მეუღლე ეს არის იტალიელი არის და დამოჯერებელია შედარებით და ესე როგორც შვილი ისე აცნობს დღემდე ჩემ თავს და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ძალიან კარგი აი რა საინტერესოა ეს ყველაფერი იცი რა სულ მახსენდება ყველა თვალს გადევნებდა იცი აი თავიდან ბავშვი როცა იზრდება შენს თვალწინ ბავშვზე ისეთი ცუდი რეაქცია არ აქვს მე ამას ძალიან გულწრფელად გეუბნები მერე უკვე ადამიანი რაღაცას რო აღწევს მერე რაღაცა პატარა თავდასხმებია და ცნობილი საშინელი სიტყვა შური იყავი მსხვერპლის შურის აი ფსიქოლოგიური თუ არა საქმეზე ეთყობა არ გეთყობა რა ვიცი ისე მომიწია რომ რა ვიცი აი ჩემ მეგობრებს რო კითხვა გვერდიდან ვინც უყურებს ყველა მეუბნება რომ ძალიან დიდი მსხვერპლი ვარ ამ ყველაფრის აი უაზროდ რომ ჩაგრავენ რა ისეთი რაში გამოიხატება აი ხალხის შური აი მე რომ მინდა რომ უბრალოდ მეგობარი ვიყო ვიღაცის და აი არის მაგალითად იგივე საქმეში და აი ძალიან ისეთი აი ღია დამოკიდებულება რომ აქვს იმ ადამიანებთან და ეგ რომ მაჩვენებენ მომენტში თავს და მე რომ რაღაცა საშინელებები მიდის ჩემს ზურგს უკან და ესეთი მომენტები ყოფილა კი ხშირად მაგრამ აი არასოდეს ყურადღება დიდი არ მიმიქცევია იმიტომ რომ ისეთ დონეზე რომ დავეზიანებინე იყო რაღაც მომენტებშიც მაგრამ ესე
ძალიან ძლიერად არა, ან მე არ ვაქცევ დიდად ყურადღებას, იმიტომ რომ ისე ვარ, აი ჩემი მიზანი მაქვს და მივდივარ იმისკენ და ანუ აქეთ რა ინგრევა, თუ არ ჩამიყოლებს, დიდად ვცდილობ რომ ავარიდო. არა, ნახე, ვერ ჩაგიყოლებს და არ ჩაგიყოლებს. შეიძლება ბევრი რაღაცა დამთხოვები იყოს, მაგრამ არასოდეს არ უნდა მიეცე სასოდ წარკვეთას. მე მახსოვს, აი ჩემთან, ჩემ გადაცემაში შენი პირველი გამოჩენა, აი ჩემთვის უაღრესად საპატივცემულო ადამიანი ცირაბზიშვილი. აი როგორ უყვარხარ, როგორი გულშემატკივარია შენი, ვერ აგიხწერ და ვერ წარმოიდგენ. ალბათ თვითონ ამდენს ესე პირადად ვერ გეტყვის, როგორც ის დგას და ლაპარაკობს და ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. ბევრი ადამიანია, ბევრი პროფესიონალია, რომელიც გაღიარებს. მოდი ის, ვინც არ გაღიარებს თუ შურს, იყოს. აი მე მაგალითად სანამ რეალურად არ დავაკვირდი, ბრინჯსო რო გარეცხავო, საღიც გადაყვებაო და მართლა რო გავწურე ბრინჯი, გადაყვა. ამიტომ ჩემო კარგო, არ იფიქრო ამაზე. აუცილებლად ის რაც შუბლზე გაწერია, ის აუცილებლად მოხდება. ალექსანდრე, 27 ივნის არის შენი კონცერტი. სოლოა ხო ეს კონცერტი? ვინმე იმღერებს კიდე ამ კონცერტზე სხვა? არა, ესე იგი, ჩამოვიტანე ამერიკული ანალოგი, ტური კონცერტის შოუსი, რომელსაც დავარქვით ბიჭი ოცნებით, Boy with a Dream და ამერიკაშიც რამდენიმე შტატში ჩავატარე ეს კონცერტი და როცა ჩამოვედი სიმღერის პრეზენტაციის გაკეთება მინდოდა და როცა უკვე დავიწყე ამბებში შესვლა, ძალიან მინდოდა რომ ჩემი ქალაქისთვის აი იმ სცენაზე, საიდანაც დავიწყე სიმღერა და აი პირველი ნაბიჯები ავიდგი, მინდოდა რომ აი ეს ყველაფერი გამეზიარებინა და აი ამერიკაში რო ვიყავი ხოლმე სულ ფიქრობდი რომ აი რატო არ არიან ჩემი ოჯახის წევრები რომ ეხლა აი ამ ყველაფერს უყურებდნენ და ძალიან მიხარია რომ მათ და ჩემს ქალაქელებს და ჩემს ქართულ ხალხს ვაჩუქებ ამ კონცერტს შოუ დადგმა არის, შოუ კონცერტი არის და აი აწყობილი მაქვს აი ამ ყველაფერზე რაზეც ახლა ვისაუბრეთ, აი გამოვილ ჩემს ნაბიჯებზე მაქვს აწყობილი შოუ კონცერტი, ჩემი საკუთარი სიმღერით, ჩემი დაწერილი სიმღერებით და მოკლედ ძალიან ბევრ საიდუმლოს არ გავცემ ახლა და ერთი სულ მაქვს ერთი სიტყვით, როდის მოთან ჩემს საყვარელცივში არის 27-იანები ძალიან მიყვარს ყველაფერი. მართლა? კი, ტატუც კი მაქვს 7-იანი. აჰა, ნახე ახლა მე შენ რა გაჩვენო? აბა. რა გაჩვენო? აი ახლა Voice is 0707 გავიმარჯვე. რა არის ჩემი? ჯაჯაინძის ტელეფონის პაროლიც გავიგეთ. შეგიძლია, არ არის პრობლემა. სხვათა შორის არაფერს არ ვმალავ. არც Facebook-ის, არც რატო იცი? იმდენად გულღია ვარ და გახსნილი ვარ, რაც არ უნდა დაწერონ ჩემ გვერდზე, ეგრევე მიხვდებიან რომ ჩემი არ არის. რა მინდა იცი გითხრა, ნუმეროლოგიით 7, იცი რას ნიშნავს? საიდუმლოებით მოცული. ეს არის ნუმეროლოგიური ფსიქოლოგია და ძალიან საინტერესო გაშლა აქვს ამ 7-ს და რა შეიძლება გააკეთო და გამოიყენო ამ ციფრთან დაკავშირებით. ესე იგი 27 ივნის არის ეს საოცარი, ესე იგი რო თქვი რომ არის ტოვებ რაღაცას სიურპრიზად, ესე იგი ძალიან მაგარი რაღაცა იქნება და მე ძალიან მინდა რომ ჩამოვიდე. დიდი სიამოვნებით გელოდებით და ძალიან გამიხარდება თქვენი ყოფნა. ჩამოვალ აუცილებლად და აქედანვე ნახე ახლა გადაპატიჟებები წავიდა იმერელი არ ახარ, მაგრამ მერე უკვე ჩემ გადაცემაში გეპატიჟები სხვა რაკურსში და მერე აქეთ გადმოპატიჟება და მერე ამერიკაში ჩამოვდივარ და მოკლედ ესე კავშირში ვიქნებით. აუცილებლად. ალექსანდრე, იცი რა არის? ნახე მოგიწევს ან
თავდაცვა მაინც მოგიწევს, როცა ადამიანი სიმაღლეზე მიდის, აუცილებლად იქ ეუბნებიან ნათესავები, ახლობლები, რომ შენ თავში აგივარდა. ეს არის გარდაუვალი, რომ არ გითხრან. ნახე, აქ ხალხს რა არ ესმის, იცი, თავში, აი ჩემზე ვიტყვი, თავში კი არ ამივარდა, უბრალოდ ფიზიკურად დრო აღარა მაქვს, რომ დაგირეკო. აღარა მაქვს დრო, რომ მოვიდე და გნახო. და ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი რჩება უკმაყოფილო, ადრე იყო ხოლმე, ეხლა იმდენად არა, რაიშოვი ასეთი. ხო და აქედან გამომდინარე, ნუ არის, მე მაგალითად მიმართლია თავი და დაუჯექი და აუხსენი. ეცადე რომ აუხსნა, თუ არა არ დაიჯერებენ. აქედან გამომდინარე, ამ რთულ პერიოდს ყველა გადის. ბოლო-ბოლო ყველას ვერ გაწოდები ყველას. გეუბნებიან ნათესავები მე ალბათ იქ რომ ვარ ამერიკაში რომ ვარ და რაღაც ჩემი აზრით. მაგრამ ეხლა რო ჩამოდიხარ, ეგ უკვე დაიწყო კი, აი მაგალითად პირველად რო ჩამოვედი, თან ისეთ რაღაცები დამემართა, თხილამურებით დავკორდი, ხელი ამომივარ და მოერთის. აღარ ის რეალო. აი ისე დავბერდი რომ თხილამურზე არ ვდგარ ვარ. კარგი რა. ამერიკაში დავსრიალებდი მთელი ამბები, ჩემს დედაშვილებს ვუხსნიდი რაღაცას ჩემი ჭკუით და ჩამოვედი და მოაღარ დაიჭირა მან რა ქვია. დედაჩერდი და ხელი ამომივარ და ნუ ერთი სიტყვით მთელ ამბებში ვიყავი რომ ჩამოვედი და ესე დრო წაიღო და ბევრი ადამიანი ვინახვაც მინდოდა და ერთი სულ მქონდა რომ მენახა ვერც კი ვნახე და ეგ იყო გულის დაწყვეტა და ეგეც თავში ავარდნოთ შეიძლება ჩამეთვალა ეგ რაღაც მომენტში. 18 წლის ხარ, ხო? კი. აუცილებლად უნდა კითხო, იმიტომ რომ მაყურებელს ეხლა მე ნახე რა შვები, რა თქმა უნდა, რადიო გადაცემას არ ვანსხვავებ ჩემი ტელეგადაცემიდან. ორივე მიყვარს, აი შვილები რო უყვარს ადამიანს. ეხლა რას ვაკეთებ, იცი? ნაწილს აქ ხარჯავ კითხვებს, ნაწილს გადაცემაში. აი ეს ბავშვი რო იზრდება, ნაწილ ქონებას რომ მიცემენ და მერე ნაწილ. ხო, ეხლა მაინტერესებს ესეთი რაღაცა. როცა აი დამოკიდებულება შენი, აი უცხოეთი და საქართველო. რას აპირებ მომავალში? გეგმები? ხო. მინდა რომ მსოფლიო მასშტაბზე მივახციო ხელწარმოდებას, რომ ჩემი ქვეყნის სახელი და ჩემი სამშობლოს სახელი გავიტანო ყველგან ყოველთვის და ძალიან დიდი გეგმები მაქვს ამ ყველაფრის და აი მიზანი მაქვს რომ ვიცი რაც უნდა გავაკეთო და ვიცი რამ ხელშემას დამჭირდება, მაგრამ გავაკეთებ და ყოველთვის გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რითაც ჩემს ქვეყანასაც ვასარგებლობ ყოველთვის. და ერთი მაყურებელს აუცილებლად აი მესმის. მესმის. მას ისტორია უნდა მოგიყვეთ რომ გესმით. მაყურებლის გესმით ხო? აი პაპა ჩემი ყოველთვის ამბობდა ხოლმე პატარა რო ვიყავი, მახსოვს რომ აი გია ჯაჯანიძის გადაცემას რომ ვუყურებ, აი გულში რა კითხვებიც მაქვს ის მინდა რომ აი სულ იმას უსვავსო, აი გეგონება გულში მიზის და ისმენსო და ყოველთვის ამ კითხვებს აჟღერებს გადაცემაში, აი სულ ეს მახსოვდა პატარა. ხო, აი ახლა ნახე თუ არ მესმის გეტყვი. ნახე აი ახლა მესმის რომ აი ეს კითხეო. ნახე ალექსანდრე ზაზარაშვილი 18 წლის ცხოვრობს ამერიკაში, არის წარმატებული. ეხლა 27 ივნისს აქ კონცერტი. სიმპათიური ბიჭი, შეყვარებული არ ყავსო? ყავდაო. ტრაგიკული ისტორია. მართლა? ყოლია და აღარ ყავს. მოკლედ, ამ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მოკლედ უღრმესი მადლობა, წარმატება და იცი რა, რაც შენს გულს უხაროდეს ყველაფერი ის გამოგივიდეს. გაიხარ. დიდი მადლობა თქვენს ასევე. სულ ეს იყო ჩემო ძვირფასო მეგობრებო, Facebook ვერდის მაყურებელო, ტელე მაყურებელო, ჩემო საყვარელო რადიო მსმენელებო და გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. მიყვარხართ.